მოგესალმებით, მე ვარ მარიკო ებრალინდა და ეს არის გადაცემა სიტყვების თამაში. ეს არის შოუ, სადაც მონაწილეები ერთმანეთს სიტყვების შექმნაში ეჯიბრებიან. აზარტი, რისკი, მოხერხებულობა, ტაქტიკური სვლა, აი რა არის საჭირო იმისთვის, რომ გახდე ამ შოუს გამარჯვებული, მოიგოთ 100 ლარი და რაც მთავარია, გაიგო სიტყვის ფასი. ახლა დროა გავიცნოთ ჩვენი თამაშის მონაწილეები და პირველი მოთამაშე გახლავთ. ლიზა ჭიჭინაძე 20 წლის თბილისიდან, მომავალი ლანდშაფტის დიზაინერი. ლიზა, მოგესალმები. აზარტული თამაშები გიყვარს? კი. და თუ თამაშობ ისეთ ინტელექტუალურ, სამაგიდო თამაშებს, კროსვორდები, რებუსები თუ გიყვარს? კი. ძალიან კარგი. ანუ დროსთან როგორი დამოკიდებულება გაქვს 40 წამში, როგორ ფიქრობ? საკმარისი დრო იქნება შენთვის 40 წამი? წესით უნდა მოვესწრო, კი. კარგი, გისურვებ წარმატებას. გავიცნოთ ჩვენი თამაშის მეორე მონაწილე, თამარ ლაშქარაშვილი 22 წლის, მომავალი ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტი. თამარ, როგორ მოხდი ჩვენთან თამაშში? მომწონს აზარტული თამაშები და ამიტომ გადავწყვიტე მოვსულიყავი. თამარ, როგორ ფიქრობ 40 წამში მოახერხებ? ლიზასავით ხარტი იქნები? წესით კი უნდა მოვახერხო. ანუ არ იქნება შენთვის დისკომფორტი? დროის სიმცირე. კარგი, გისურვებთ თქვენს წარმატებას და გავიცნოთ ჩვენი შოუს მესამე მონაწილე, ეს გახლავთ კოტე ბლიაძე 19 წლის ხაშურიდან, მომავალი ექიმი, თუმცა ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი პროფილი. ქირურგობას ვაპირებ ჯერჯერობით. ქირურგობა, მშვენიერია, საკმაოდ რისკიანი პროფესია და ჩვენს შოუში თუ იქნები რისკიანი? ნახოთ. შევეცდები. თუ გიყვარს ანდაგარი თამაშები, დროსთან როგორი დამოკიდებულება გაქვს? ხარტი ხარ, სტრაფი ხარ? ყველაფერში ვჩქარო. აჰა, გასაგებია. პასუხები მივიღეთ მონაწილეებისგან, გავიცანით მოთამაშეები და ახლა დროა ავხსნათ წესები. და სანამ ავხსნით წესებს, კოტე, მოდი დამეხმარე ბარათების აჭრაში. იმედია, ქალბატონები დაგვეთანხმებიან და გვენდობიან. ბარათები ავჭერით. და ახლა უკვე ახსნათ წესები. რაც შეეხება პირველ რაუნდს, მე მაგიდაზე გავშლი 700 გერას, რომელიც თქვენთვის იქნება საერთო. ასევე დამატებით გადმოგცემთ 2 ბარათს და თქვენ უნდა მოახერხოთ 40 წამში 700 გერით და 2 დამატებითი ბარათით სიტყვის მოფიქრება, რომელიც იქნება ქართული, მას ექნება მნიშვნელობა და არავითარ შემთხვევაში არ შეგერთულებათ ბარბარიზმი, ჟარგონი და საკუთარი სახელი. გასაგებია? მაშ დავიწყოთ თამაში, პირველი რაუნდი. და პირველი რაუნდი 100 გერებია. ხო, 6 ქულა, U2 ქულა, B2 ქულა, B2 ქულა, E1 ქულა, ასევე B2 ქულა და 100 გერა E1 ქულა. ვაგრძელებთ თამაშს და ამ ეტაპის პირველი მოთამაშე, ლიზი. ხართ თქვენ? გაქვთ 40 წამი. გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. დრო იწურება. დრო მოიწურა. ლიზა, კმაყოფილი ხარ სიტყვის? კი. კარგი, გავაგრძელოთ თამაში. თამუნა, თქვენ ხართ ამ ეტაპის მეორე მოთამაშე. გაქვთ 40 წამი, გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. თამუნა, დრო მოიწურა, კმაყოფილი ხართ სიტყვის? კი. გაგეხმარათ 2 დამატებით ბარათი? კი. ძალიან კარგი. ნახოთ როგორ გავუმართლებს კოტეს. თქვენ ხართ ამ ეტაპის მესამე მოთამაშე. თქვენი 2 კუთვნილი ბარათი. გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო.
კოტე საკმაოდ სხარტად და სწრაფად მოახერხეს სიტყვის დაწერა. გასაგებია უფრო მეტი დრო გქონდა ვარიანტის მოსაფიქრებლად, მაგრამ მაინტერესებს გამოიყენე ბარათები. დაგეხმარა. ძალიან კარგი. პირველი ეტაპი გადავლახეთ. დრო ამოიწრო და სიტყვებიც დაწერილია. ახლა უნდა შევაფასოთ სიტყვები. თქვენი სათამაშო საწყისი თანხა ეს არის 100 ლარი, ხოლო ამ ეტაპის მინიმალური თანხა 5 ლარი, სამივეს ჩამოგეჭრებათ. მაქსიმალური არის 10 ლარი და ლიზა ვიწყებთ თამაშს თქვენგან. მითხარით, როგორ შეაფასებთ სიტყვას? რო გამოვითიშა ხო შეიძლება? კი, როგორ არა? თუმცა შეგიძლიათ მინიმალურით დაიწყოთ თამაში, რადგან გამოთიშვის შედეგად თქვენ 5 ლარს მაინც დაკარგავთ მინიმალურ თანხას. მაშინ მინიმალური. კარგით, მინიმალურით იწყებს თამაშს ლიზა, თამუნა. მინიმალური. ასევე მინიმალურ სასახელებს 5 ლარი არის ეს თამუნა. კოტე. მაქსიმალური. მაქსიმალურ თანხას ასახელებს კოტე. გასაგებია. ლიზა, დასაპირებთ. ხართ უნდა გამოეთიშოთ თამაშს თუ აგრძელებთ და მიყვებით? არა, გამოეთიშა. გამოეთიშა ლიზა თამაშს. თამარ, გავყვები. გაყვებით თამაშში. თამუნა მიყვება თამაშში. ეს იმას ნიშნავს, რომ დასახელებული არის მაქსიმალური თანხა 10 ლარი და ლიზა ვიწყებთ თამაშს ასევე ისევ თქვენგან. მითხარით სიტყვა. სამწუხაროდ ვერ დავწერე სიტყვა. რას ლაპარაკობთ? და რატომ? არ ვიცი, რაღაცა ვერ მოვიფიქრე უცბად. ვერაფერი. კარგი, არა უშავს. თამარ, სიტყვა მითხარით. ჩემი სიტყვა იყო ბელი, ხუთქულიანი. ბელი, ხუთქულიანი და ვნახოთ თუ რამდენ ქულიანი სიტყვა დაწერა. კოტე, კოტე. ხუთები 16 ქულიანი. ხუთები 16 ქულიანი და ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპის გამარჯვებული გახლავთ კოტე, გილოცავთ კოტე, თქვენი მოგებული თანხა არის 115 ლარი, ხოლო ლიზა თქვენ 95 ლარი გაქვთ, თამარ თქვენ 90 ლარი. ჩვენ ვაგრძელებთ თამაშს და შემდეგი ეტაპის ასობგერებია. A1 ქულა, C4 ქულა, E1 ქულა, T4 ქულა, T4 ქულა, ბონუს ბარათი, რომელიც უკვე იცით და V4 ქულა. ამ ეტაპის პირველი მოთამაშე. თამუნა ხართ თქვენ. თქვენი ორი კუთვნილი ბარათი. გაქვთ 40 წამი, წესები ვიცით. გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. თამუნა დრო ამოიწურა, თუმცა ძალიან სხარტად მოახერხეთ სიტყვის დაწერა. არა, გირჩევთ ისე რომ ცოტა მაქსიმალურად გამოიყენოთ დრო. არ დაგაბნია იმან რომ პირველი იყავი? არა. ესე თამამად მოახერხე სიტყვის მოფიქრება. კარგი, გავაგრძელოთ თამაში ამ ეტაპის მეორე მოთამაშე. კოტე, ხართ თქვენ. თქვენი ორი კუთვნილი ბარათი. გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. კოტე, ხომ გითხარი რომ გამოიყენეთ რომ მაქსიმალურად? ქონდა საკმარისი დრო, ასე რომ მაყოფილი ხარ სიტყვის? დიახ. კარგი, როგორი მაყოფილი იქნება სიტყვის, ნახოთ ახლა ლიზა. ამ ეტაპის მესამე მოთამაშე ხართ თქვენ. გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. ლიზა, საკმარისი დრო გქონდა რომ რაიმე ვარიანტი მაინც მოგეფიქრებინა მაგიდაზე არსებული 7 ასობგერით. დაგეხმარა დამატებითი ბარათები? გამოიყენე. ძალიან კარგი. მეორე ეტაპიც დასრულდა, დრო ამოიწურა, სიტყვებიც დაწერილია და ახლა უნდა გადავიდეთ მათ შეფასებაზე. თამაშს ვიწყებთ თამარ თქვენგან. ამ ეტაპის მინიმალური თანხა არის უკვე 10 ლარი, რომელიც სამივეს ჩამოგეჭრებათ, მაქსიმალური არის 20 ლარი. როგორ შეაფასებთ თქვენს სიტყვას? 15 ქული. 15 ლარი. გასაგებია. კოტე? მაქსიმალურად 20 ლარი. ლიზა? მაქსიმუმად. თუ კაი,
მაქსიმალური თქვა ლიზა. თამარ, რას აპირებ? ყვები. რა თქმა უნდა, გაყვები. დასახელებული არის მაქსიმალური თანხა, ეს არის 20 ლარი. და რო გავხსნათ სიტყვები. თამარ მითხარი? 13-12 ქული. 12 ქულიანი, კოტე. ვატევთ 14 ქულიანი. ვატევთ 14 ქულიანი და ლიზა. თავი 9 ქულიანი. თავი 9 ქულიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპის გამარჯვებული გახლავთ. ასევე კოტე, გილოცავ კოტე, თქვენი მოგებული თანხა არის 150 ლარი. ხოლო გოგონებო, თქვენ ასევე 75 ლარით აგრძელებთ თამარს, წინ კიდევ ერთი ეტაპია. ის არის თქვენთვის გადამწყვეტი, ასე რომ მეტი ყურადღება და მობილიზება. ჩვენ ვაგრძელებთ თამაშს და გადამწყვეტი ეტაპის ასობგერებია. A1 ქულა, S2 ქულა, ასევე ბონუს ბარათი X4 ქულა, N3 ქულა, E1 ქულა, ასევე E1 ქულა. გადამწყვეტი ეტაპის პირველი მოთამაშე, კოტე ხართ თქვენ. თქვენი ორი კუთვნილი ბარათი. გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. კოტე, საკმაოდ ცხარტად მოახერხე ასევე სიტყვის დაწერა. ორი ბარათი დამატებით დაგეხმარა? კი. გამოიყენე ორივე. ძალიან კარგი. გავაგრძელოთ თამაში და გადამწყვეტი ეტაპის მეორე მოთამაშე. ხართ თქვენ ლიზა. თქვენი ორი კუთვნილი ბარათი. გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. დროს მივაქციოთ ყურადღება. კაცრავად. თუ დაწერეთ, გააგზავნეთ. რა მოიწურა? ბოლო წამებში მოახერხე სიტყვის დაფიქსირება, რამე სხვა ვარიანტები გქონდა და ერთზე შეჯერდი თუ? ვერ გადავწყვიტე რომელი დამეწერა და. ქულის კმაყოფილი ხართ? ძალიან კარგი. გავაგრძელოთ თამაში და გადამწყვეტი ეტაპის მესამე მოთამაშე. ხართ თქვენ, თამარ. თქვენი ორი კუთვნილი ბარათი. გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა. გოგოებო, ეს არის თქვენთვის გადამწყვეტი ეტაპი. თამუნა, როგორი შეგრძნებებია? კარგი. არ ნერვიულობ? ცოტა. კარგი. გადამწყვეტი ეტაპის თამაშიც დასრულდა, დრო ამოიწურა, სიტყვები დაწერილია. ახლა უნდა გადავიდეთ მათ შეფასებაზე. ამ ეტაპის მინიმალური თანხა გახლავთ უკვე 20 ლარი, რაც სამივეს ჩამოგეჭრებათ, მაქსიმალური არის 30. კოტე ვიწყებთ თქვენგან. როგორ შეაფასებთ სიტყვას? ისევ მაქსიმალურით. მაქსიმალური თანხა, ეს არის 30 ლარი. ლიზა? მინიმალურად. არ შეგიძლია. არ შემიძლია? არა, ან მაქსიმალური უნდა დაასახელო, ან გამოეთიშო ამ კონკრეტულ ეტაპს. ეს არის 30 ლარი. გასაგებია და ამ შემთხვევაში მე ვეთიშები. აჰა. თამუნა გამოეთიშა ეტაპს, თუმცა მინიმალური 20 ლარი მაინც ჩამოგეჭრებათ. გასაგებია, დასახელებული არის 30 ლარი მაქსიმალური თანხა და დროა გავხსნათ სიტყვები. კოტე? ძეხს 15 ქულიანი. ძეხს 15 ქულიანი. ლიზა, მითხარით თქვენი სიტყვა? ვაზს 12. ვაზ 12 ქულიანი და თამუნა. ჩემი იყო ხსენება, მაგრამ ასობგერა გამომრჩა, ხო? თუმცა მაინც ვერ გიშველიდათ ასობგერა B, რადგან ყველაზე მაღალქულიანი სიტყვის ავტორი ეს გახლავთ კოტე. კოტე, გილოცავ, თქვენ ხართ გამარჯვებული პირველი რაუნდის. თქვენი მოგებული თანხა ეს არის 200 ლარი. გილოცავთ. ასევე თქვენთან ერთად თამაშს აგრძელებს თამარი, ასე რომ გილოცავთ თამუნა, თქვენ აგრძელებთ თამაშს შემდეგ ეტაპზე და ლიზა ძალიან გული დამწყდა, რომ გამოეთიშეთ თამაშს. მადლობა რომ მობრძანდით და ითამაშეთ ჩვენთან ერთად. მაინტერესებს თქვენი ემოციები.
რა ვიცი, ემოციით ვარ დატვირთული, მაგრამ ცოტა ნერვიულობამ შემიშალა რა ხელი. თქმა უნდა, ღელვა არის ყველაზე ცუდი ფაქტორი ჩვენს შოუში. კარგი, ლიზას ვემშვიდობებით, ხოლო მეორე რაუნდში ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ თამუნა და კოტე. ასე რომ დავიწყოთ თამაში, მეორე რაუნდი. ჩვენ ვაგრძელებთ თამაშს. ეს არის შოუს სიტყვების თამაში და მეორე რაუნდში ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობენ კოტე ბლიაძე ხაშურიდან და თამუნა ლაშქარაშვილი თბილისიდან. დარწმუნებული ვარ, საინტერესო მეორე რაუნდი გველოდება. რაც შეეხება მეორე რაუნდს, უნდა გითხრათ და მაყურებელსაც ვუთხრა, რომ თამაშს ვიწყებთ ახალი ბარათებით. ხოლო წესები შემდეგნაირია. მაგიდაზე გავშლი უკვე 9 ასობგერას, რომელიც თქვენთვის იქნება საერთო. და თქვენ უნდა მოახერხოთ 30 წამში ყველაზე მაღალქულიანი სიტყვის დაწერა. იმ შემთხვევაში, თქვენი ქულების რაოდენობა დაემთხვევა ერთმანეთს, გამარჯვებულად გამოცხადდება ის, ვინც ყველაზე სწრაფად მოახერხებს სიტყვის დაწერას და დაფიქსირებას. გასაგებია? და მეორე რაუნდის ასობგერებია. ღ 6 ქულა, ი 1 ქულა, რ 2 ქულა, ლ 2 ქულა, ი 1 ქულა, ა 1 ქულა, ხ 10 ქულა, ვ 4 ქულა და ბოლო ასობგერა ძ 8 ქულა საინტერესო კომბინაცია ამოვიდა. გაქვთ 30 წამი, გისურვებთ წარმატებას და წამზომით ჩაირთო. დრო ამოიწურა სიტყვებით დაწერილი და ახლა უნდა გადავიდეთ მათ გახსნაზე ამ ეტაპის ფიქსირებული თანხა არის 30 ლარი და თამაშს ვიწყებთ. კოტე თქვენგან მითხარით სიტყვა. სამწუხაროდ ვერ მოვასწარი. რატო? საკმარისი დრო გქონდა 30 წამი. აი ბოლო წამს. ინერვიულეთ თუ რა ხდება? უბრალოდ თავის დროზე ვერ მოახერხეთ სიტყვის დაწერა. კარგი, მაშასე გავიგოთ გამარჯვებულის სიტყვა, თუ რა დაწერა თამარმა და რამდენ ქულიანის სიტყვა მოახერხა და ღვარძლი არის 24 ქულიანი. ღვარძლი 24 ქულიანი. სად მოიფიქრეთ, სად შეკარით? ჩვენიერია გილოცავთ. ამ ეტაპის გამარჯვებული გახავთ თამარი. თამარ, თქვენი მოგებული თანხა არის 85 ლარი, ხოლო კოტე თქვენ 170 ლარით აგრძელებთ თამარს. და შემდეგი ეტაპის ასობგერებია. ი 1 ქულა, ა 1 ქულა, ვ 4 ქულა, ასობგერა ი 1 ქულა, ა 1 ქულა, ფ 4 ქულა, ო 1 ქულა, ს 2 ქულა და ბოლო ასობგერა ჭ 7 ქულა. მოთამაშეებო გაქვთ 30 წამი, გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა და სულ მალე გაირკვევა თუ რომელმა მოთამაშემ უფრო მაღალქულიანი სიტყვა დაწერა. ამ ეტაპის ფიქსირებული თანხა გახლავთ 40 ლარი, რაც ორივეს ჩამოგეჭრება და თამაშს ვიწყებთ კოტე თქვენგან მითხარით სიტყვა. ჭიავ 13 ქულიანი. ჭიავ 13 ქულიანი, ხოლო თამუნა ფიჭვს 18 ქულიანი. ფიჭვს 18 ქულიანი. და ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპის გამარჯვებული ისევ გახლავთ თამუნა, გილოცავთ, თქვენი მოგებული თანხა არის 125 ლარი, ხოლო თქვენ კოტე 130 ლარით აგრძელებთ თამაშს. და შემდეგი ეტაპის ასობგერებია. ზ 6 ქულა, ო 1 ქულა, რ 2 ქულა, ა 1 ქულა, პ 6 ქულა, წ 4 ქულა, ი 1 ქულა, დ 3 ქულა და ბოლო ასობგერა ე 1 ქულა. ნახოთ როგორ გაართმევენ ამ ეტაპს თავს მოთამაშეები. გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა. ალბათ გაინტერესებთ თუ რომელმა უფრო მაღალქულიანი სიტყვა დაწერეთ. ამას მალე გავიგებთ. ამ ეტაპის ფიქსირებული თანხა არის 50 ლარი და თამაშს ვიწყებთ კოტე თქვენგან მითხარით სიტყვა. პეცი. პეცი და გავიგოთ თუ რამდენ ქულიანი სიტყვა დაწერა. თამუნა, მითხარით? 20 ქულიანი ზეპირად. ზეპირად და ასევე ხართ
ამ ეტაპის გამარჯვებული გილოცავთ თამუნა. თქვენი მოგებული თანხა არის 175 ლარი. და კოტე, თქვენ ხართ საშიშ ზონაში. შემდეგ ეტაპსაც თუ უბრალოდ ამ ეტაპსაც თუ ვერ გაართმევთ თავს, გამარჯვებულად გამოცხადდება თამუნა, ასე რომ მეტი ყურადღება და მობილიზება. ვაგრძელებთ თამაშს. და შემდეგი ეტაპის ასობგერებია. U2 ქულა, A1 ქულა, R2 ქულა, X8 ქულა, I1 ქულა, L2 ქულა, A1 ქულა, C4 ქულა და ბოლო ასობგერა არის K4 ქულა. გაქვთ 30 წამი მოთამაშეებო. გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. დრო მოიწურა. რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გადავიდეთ სიტყვების გახსნაზე. ამ ეტაპის ფიქსირებული თანხა არის 60 ლარი და თამაშს ვიწყებთ თქვენგან კოტე. მითხარით სიტყვა. კაცი 10 ქულიანი. კაცი 10 ქულიანი და თამუნა მითხარით სიტყვა. კურცხალი. კურცხალი საიდან მოიფიქრე ეს სიტყვა რომელიც არის 20 ქულიანი ასე რომ თამუნა გილოცავთ თქვენ ხართ ჩვენი შოუს სიტყვების თამაშიც გამარჯვებული თქვენი მოგებული თანხა არის 235 ლარი ხოლო კოტე არაჩვეულებრივი თამაში იყო ძალიან დაძაბული ძალიან აზარტული ჭკვიანური რაც მთავარია საკმაოდ კარგი კონკურენტი იყავით მაგრამ ღირსეულმა გაიმარჯვა ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით. მაინტერესებს თქვენი ემოციები. ძალიან კარგი გადაცემა, ყველას უსურვებ მოვიდეს, ითამაშოს, ძალიან აზარტული რაც თავარია. დიდი მადლობა თქვენ კოტე გემშვიდობებით. ხოლო თამუნა თქვენ იცით გადაცემის პრინციპი არის მესამე რაუნდი, სუპერფინალი. და თქვენ იმ შემთხვევაში თუ გაართმევთ თავს სუპერფინალს 235 ლარის ნაცვლად, გექნებათ 1000 ლარი. წესები შემდეგნაირია. მე მაგიდაზე გავშლი წინასწარ მომზადებულ 9 ასობგერას და თქვენ 20 წამში უნდა მოახერხოთ ყველაზე მაღალ ქულიანი სიტყვის მოფიქრება, რომელიც თქვენ მოგიტანთ 1000 ლარს. მე ასევე შემიძლია მოსაფიქრებლად მოგცეთ 20 წამი. შევეცდები. ითამაშოთ ჩემთან ერთად სუპერფინალი. მაშასე, სუპერფინალს ჩვენ ვთამაშობთ თამუნა ლაშქარაშვილთან ერთად. მესამე რაუნდი. მაშასე, სუპერფინალის ასობგერებია. A1 ქულა, D3 ქულა, I1 ქულა, C2 ქულა, E6 ქულა, O1 ქულა, K5 ქულა, R2 ქულა და ბოლო ასობგერა A1 ქულა. ქულებიც დავასახელე. გაქვთ 20 წამი. გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. თამუნა როგორი ემოციები გაქვს? გახარებული ვარ, მე მგონი რომ მაქსიმალური კი არა და 20 ხო. პარადოქსი დავწერე. თქვენ მე მგონი ყველა 100 გამოიყენეთ და რა თქმა უნდა ხართ ჩვენი შოუს გამარჯვებული. გილოცავთ თამუნა, თქვენ ხართ სიტყვების შოუს გამარჯვებული. ეს არის სიტყვა პარადოქსი, რომელმაც თქვენ მოგიტანათ 1000 ლარი, ყველაზე მაღალი ქულა და რა თქმა უნდა 1000 ლარი გამარჯვება, ასე რომ გილოცავთ თამუნა. ემოციები მითხარით? 1000 ლარი მოიგეთ. ძალიან მაგარია. რა თქმა უნდა, არის ძალიან მაგარი. გილოცავთ. არაჩვეულებრივი თამაში ანახეთ, საკმაოდ ძლიერი კონკურენტი იყავით და როგორც აღნიშნე, ღირსეული იმარჯვებს ჩვენს შოუში, ასე რომ კიდევ ერთხელ გილოცავთ. ასე რომ დღევანდელი ჩვენი შოუს გამარჯვებული გახლავთ თამუნა ლაშქარაშვილი, მან სუპერფინალი მოიგო, მისი მოგებული თანხა არის 1000 ლარი. გილოცავთ. ხოლო მაყურებელს მივმართავ.
ვისაც გსურთ ჩვენ შოუში მონაწილეობის მიღება, მოგმართეთ Facebook-ის გვერდზე. მე ხვალ 8-ის ნახევარამდე გეიმშვიდობებით, ერთმანეთს შევხვდებით პირველი არხის ეთერში და ერთად ვითამაშებთ სიტყვების თამაშს. დროებით!